მე ვარ ანა რამიშვილი 11 წლის. სწავლობ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ბალეტი, ნოველების წერა და ხატვა. ყველაზე მეტად მიყვარს ბალეტი. 5 წლის რო ვიყავი, შევედი ბალეტის სტუდიაში და რო გავხდი 10 წლის, შევედი ბალეტის პროფესიონალურ სკოლაში. ბალეტზე შესვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ პატარაობიდან ვყურებ ბალეტის კონცერტებს და 2 წლიდან რაღაცას გამეორებას სახლში ცდილობდი და შემდეგ დედამ შემიყვანა 5 წლისას ბალეტის სკოლაში. დავდიოდი 2 სტუდიაში, ბასტიბუბუში და ბები ბალეტ თაკოში. ჯერ მე რასაც სწავლობ, ყველაზე რთულია ადაჟიო და ყველაზე ადვილია ბატმან ჟეტე. არა, მეგონი ყველაზე ადვილი არის რონდენ ჟან პარტერი, რონდე არის წრე და პარტერი არის იატაკი. ადაჟიო არის ფეხის მაღლა აწევა. საბალეტო სკოლაში ჩემი მასწავლებელი ელეონორა არჩაია გაგუ. ის არის ძალიან ლამაზი, მხიარული და კეთილი. სტუდიაში ბევრი კონცერტი მქონდა ძალიან, ოღონდ მეორე სტუდიაში პირველში არ მქონია. რაც შეეხება საბალეტო სკოლას, ახლა ვდგამთ ცეკვას და მალე გვექნება კონცერტი. მე რომ ახლა კარგი ბალერინა ვიყო, ჩემს კონცერტს ვისურვებდი კანადაში. კანადაში ჩემი საუკეთესო მეგობარია და ის ჩემი კლასელი იყო და ახლა კანადაშია და ჩვენ ბევრი გეგმები გვაქვს მომავლისთვის. ჩემი საკონცერტო აფიშა ასეთი წარმომიდგენია. მდგავარ სცენაზე და ბაცვია ბალეტის წითელი კაბა. აფიშას აწერია ცნობილი ქართველი ბალერინა ანა რამიშვილი. ბილეთი ეღირება 50 евро და მთელი დარბაზი იქნება სავსე. ბევრი ფული რომ მქონდეს, უპატრონო ბავშვებს დავეხმარებოდი. მათ ავშენებდი ბევრ სახლს და სწავლაში დავეხმარებოდი. პირადად ჩემთვის ავაშენებდი ბევრ სასტუმროს და მექნებოდა ჩემი სასტუმროს ქსელი. მე ასევე მიყვარს ნოველების წერა და წერის ნიჭი მაქვს დედიკოსგან. პირველად ნოველა რო დავწერე, ვიყავი მე-3 კლასში. ეს ნოველა ძალიან საშიში გამოვიდა. რატო გამოვიდა საშიში და პატარა გოგო მარტო დარჩება სახლში და დაიკარგება. არა, კი დაიკარგება. იქ რაღაც განზეა დამალული დედა დამალა და დიდი რო გაიზრდებოდა მერე მისცემდნენ. მაგრამ რუკა ნახა და ადრე აღმოაჩინა. უკვე მაქვს დაწერილი 6-7 ნოველა. ჩემი ნოველების პირველი შემფასებელია დედიკო. ახლა წერ ისეთ ნოველას, რომ ცოტა უფრო დიდი იქნება და წიგნისთვის გამოდგება. დედასაც ბევრი ნოველა აქვს დაწერილი და მალე გამოსცემს წიგნს. ჩემი საყვარელი წიგნია კალე ბლუმკვისტი დეტექტივი. სახლში მაქვს ძალიან კარგი წიგნების ბიბლიოთეკა და ამ ბიბლიოთეკის დირექტორია მამიკო. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამიკო და დაიკო. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 8 წლის და ქვია ადელი. ის არის კეთილი, მხიარული და ცოტა მორცხვი. ჩემი აზრით ადელი რო გაიზრდება, გამოვა მომღერალი. მამიკო არის სიმპათიური, მხიარული და აქვს კარგი ჰუმორი. ძალიან მიყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ ძალიან ბევრ საჩუქარს ჩუქნის. დედიკო არის მხიარული, ლამაზი და საყვარელი. მასაც კარგი ჰუმორის გზნობა აქვს. მე ვარ კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ დედას ვეხმარები საჭვალების კეთებაში და დალაგება არ მეზარება. ყველაზე კარგად გამომდის საჭარული ხაჭაპურის გავაცხობა. ჩემი საყვარელი საჭველია სუში. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, იმიტომ რომ მომწონს თინეიჯერობა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლებია და მხიარული კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თომა მათითაიშვილი. ყველაზე ცელქია დავით ვახტანგური. ყველაზე ჭკვიანია ანა ჩხარტიშვილი. ყველაზე მშვიდია გიორგი ბერიძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია მაია იაკობაძე. იმიტომ რომ ის ძალიან კეთილია და ბავშვები უყვარს. მაგრამ სამწუხაროდ ეს მასწავლებელი ახლა აღარ მასწავლის. ახლა მასწავლის ლელა კვადრატირაძე. ისიც ძალიან კარგი მასწავლებელი. რო გავიზრდებით, მინდა გამოვიდე დეტექტივი და ბალერინა. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მსახიობი და მომღერალი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ყველაზე ხშირად ვხატავ პორტრეტებს. ერთხელ გავყიდე ჩემი ნახატი სკოლაში გამოფენაზე. ეს ნახატი ყიდა ჩემი კლასელის მეგობარმა ორლარად. სახლში მაქვს ბევრი ნახატი და მუზეუმში სიამოვნებით მოვაწყობდი ნახატების გამოფენას. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ბალერინა.
სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი კანადაში, იტალიაში და საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: ანა რომ არ მერქვას, რა მერქვებოდა? მე ანა დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ანა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმევოდა მარი. ჩემს შვილებს ავარქმევ სოფიას, ნიკას და მარის. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას: როდის თავრდება ბავშვობა? ჩემი აზრით, ბავშვობა მთავრდება 20 წლის შემდეგ. ბედნიერება არის დიდ სცენაზე გამოსვლა მაყურებლების წინაშე და კარგი დიდი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.